ეხლა წარმოგიდგენთ რამოდენიმე ინსტრუმენტს, რომელიც შეადგენს ჩემს მუსიკალურ ენას. პირველი რითიც დავიწყე მუსიკის სწავლა, ეს არის კლასიკური გიტარა. ეს არის უფრო პატარა ზომის ვიდრე სტანდარტული გიტარები და ეს არის სახლი, აქ ვგრძნობ ყველაზე კომფორტულად. მოკლედ აქ იბადება იდეები, რაღაც პირველი კონცეპტები და ამის შემდეგ უკვე ხდება გადაჟღერება მრავალნაირად. მაგრამ ეს არის უფრო sketching-ის იარაღი ჩემთვის რა. ყველაზე fluent აქ ვარ. კარგია, შემდეგი ინსტრუმენტი ეს იყო ჩემთვის ახალი გამოცდილება, რადგან ძალიან მაინტერესებდა საყვირი. უყურებდი იმებს, რა ქვია, სპაგეტი ვესტერნებს და მორიკონე იყო ჩემთვის აეგ ინსპირაცია, რატომაც ავიღე ეს ინსტრუმენტი და რამოდენიმეჯერ გავამიყენები ადრე დაგდაგანშიც რო უკრავდი, მანდაც მქონდა რაღაც პარტიები, სადაც ამაზე უკრავდი რა. მოკლედ ეს ისეთია, ჯერ არ მაქვს დიდი გამოცდილება, მაგრამ რაღაც პატარა ნოტებს ამისგანაც ვიღებ ხოლმე რა. ეგეთი საყვარელი, კარგი ინსტრუმენტია. შემდეგი. ეს, მეგობრებო, ეს არის თურქული ბაღლამა, იგივე საზ. და ეს ინსტრუმენტი იმიტომ მომეწონა, რომ აქვს სტანდარტული გიტარისგან განსხვავებით მიკროტონები რა. და აძლევს უფრო ორიენტალურ ხასიათს. და ის იყო, რა ქვია, ჩემი პირველი მოსმენა King Gizzard-ის Flying Microtonal Banana. მაგას რომ მოვუსმენე, მეთქი ესეთი ინსტრუმენტი მჭირდება რომ მქონდეს. მაგრამ ძალიან დამეყვასა ეგ ჟანრი და ეგ ჟღერადობა. ეს არის ფსიქოდელიური მანქანა. და გაძლევს ისეთ ტემბრებს, რაც ვერ მიიღებ ჩვეულებრივი გიტარისგან მაგალითად. ჩემი ფოლკის მიმართ სიყვარული ამ ინსტრუმენტით გამოვლინდა. და ეს ინსტრუმენტი გამოვიწერე თურქეთიდან და რატომღაც დღეგი არ გადამიხდია, არ ვიცი რატომ, მაგრამ უბრალოდ ჩამივიდა და ავიღე ეს ფოსტაში. ეგეთი. კარგი ინსტრუმენტია, ძალიან მიყვარს ეს. ეს შემდეგი ინსტრუმენტი, ვინაიდან მე უკვე მქონდა საყვირი, ვიფიქრე რაღაც კიდე დამატებითი მას შევძენდი, რა ქვია, მეგობარს და დავითრიე ტრომბონი, რომელიც არის საყვირზე დაბალი ჟღერადობის ინსტრუმენტი. და ერთად შემიძლია რაღაც ბრასის სექციები გავიმეორო ან რაღაც მსგავსი რა. ეს ინსტრუმენტი გამოწერე ტემუდან საკმაოდ იაფად. არ მეგონა ეს რაღაცის გამოწერა თუ შეიძლებოდა და თურმე შეიძლება. და მოკლედ აქ არის ის. ამაზე კარგად დაკვრა არ ვიცი, ახლა ვსწავლობ. Yeah. ეგეთია რა. საინტერესო. და ეს იყო ყველაზე ბოლოს რაც შევიძინე ბანჯო. ეს დავიწყე ეს ბოლო პერიოდი ამერიკული ბლუგრას მუსიკის მოსმენა, ფოლკის მოსმენა და ეგ იყო ჩემი ინსპირაცია, რატომაც შევიძინე და მინდოდა ამის გამოწერა დიდი ხანი.
ვფიქრობდი, მე ვერ შევძლი და მე აქ გავიარე მაღაზიაში და იდო და მეთქი დავაი, let's go. ეს გოჭენ მჭირდება. ეს რაღაც უფრო ისეთი ვაიბი აქვს რა, ანუ ამერიკული ჟღერადობაა. და ეს ინსტრუმენტი დამეხმარა ამ მარჯვენა ხელის განვითარებაში, სადაც აქამდე ძირითადად მაინც უფრო აქცენტებს და მელოდიებს უკრავდი. რაღაც მედიატორით მივშოვლი, ამაზე უკვე დავიწყე არპეჯიოების ხმარება რა. ეგეთი სახალისო ინსტრუმენტები მაქვს მოკლედ მე და კიდევ ალბათ მომავალში რაღაცებს შევმატებ ამ კოლექციას. ეს არის და ეს.